ადგილობრივების ინფორმაციით გორში სადგურის დასახლებაში მანქანები დაწვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ტვ მონიტორინგს კამერის მიღმა უყობიან, რომ ერთ-ერთი ავტომობილი იმ პირს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს სადგურის დასახლებაში მოხდა ერთ-ერთ სისხლიან კრიმინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 197 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტი დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. მანქანები დაიწყო, მეტი არაფერი არ ვიცი. რამდენი მანქანა არის დამწარი? არ ვიცი, ორი ეყენაოდა. არც მე იქითკენ ამწყურო. ფერი ხილო დილას რო გამოვა. მილიციის მანქანა იდგა. მე თქვი რა მოხდა რა გამიგია რა ვქენ. მე ბიჭი გამოვიდა მეზობლისა და რა მოხდა მე ორი მანქანა დაუწესო. აი იყო და უყურე წელდე ერთი გაიტანეს და მეორე არ ვიცი. როდის მოხდა ეს დაახლოებით რა? არ ვიცი სულ არ გამიგია არაფერი. აი იქით ოთახი მე დილა და არ ვიცი. იქით აქვს იქით ქუჩაზე ცხოვრობენ მაღაზია აქვს მივდივარ მოვდივარ არაფერი. გავიგე რომ ეს ამბავი მოხდა მეტი არაფერი ვიცი. საქმის ყურშია რომ საერთოდ არ ვიყავი აქ არაფერი ვიცი. ორი მანქანაა დამწარი? არ ვიცი, მაგასაც ვერ გეტყვით, აი ეხლა მოვედი ამ დილით არაფერი ვიცი.